მიხარია მოგესალმოთ. დღეს მე ჩაგიტარებთ რუსულ ენაში ვიდეო გაკვეთილს. ბევრი ადამიანი სწავლობს რუსულ ენას სხვადასხვა ხერხით. ზოგი ადამიანი გრამატიკებზე აკეთებს აქცენტს, ზოგი ადამიანი უბრალოდ წიგნებს კითხულობს, ან ფილმებს უყურებს, მაგრამ ალაპარაკების პრობლემა რჩება პრობლემად. აი ამ წინადადებების დაკავშირება ერთმანეთში და სწრაფად გააზრება და თქმა რუსისთვის ან ინგლისელისთვის მაინც პრობლემად რჩება. რაში არის საქმე? მთავარი საიდუმლო რა არის? მაგასაც გეტყვით და დავიწყებთ გაკვეთილსაც. პირველ რიგში ჩვენ ქალაქს შევადარეთ რუსული ენა. ქალაქში არის გზები. ანუ გზები არის მარტივი სიტყვები. სიტყვები მანქანები არის სიტყვები და შუქნიშნები გრამატიკა. ანუ აი ეს სამი რაღაცა არის, რაც ჩვენ უნდა განვიხილოთ, მაგრამ ერთზე თუ გააკეთებთ აქცენტს ამ სამიდან, ხო? მაშინ თქვენ რუსულ ენას მარტივად ისწავლით. და ის ერთი არის გზები, ანუ მარტივი სიტყვები. თუ თქვენ რუსულში 80 მარტივ სიტყვას ისწავლით და ამ 80 მარტივი სიტყვის გამოყენებას, ანუ კონსტრუქციებს, მაშინ იხსნება გზა რუსული ენის ანუ ალაპარაკების, რუსული ენის ცოდნის, ათვისების გზა გეხსნებათ. დავიწყოთ. დღეს ჩვენ ვისწავლით სამ კონსტრუქციას, დღეს გრამატიკებს იმდენად არ შევეხებით და პირველი მარტივი სიტყვა ეს არის bez. ოკეი. აქ არის 4 ნაბიჯს გავაკეთებთ და პარალელურად აგიხსნით როგორ ვსწავლობთ ესეთ სიტყვებს. პირველი ნაბიჯი ეს არის თარგმანი. bez ეს არის გარეშე. ესე იგი, რაღაცის გარეშე. ესე იგი, როდესაც თქვენ რაღაც არ გაქვთ თან, ფული არ წამოიღეთ, ვიღაცამ არ ჩაიცვა, ვიღაცამ რაღაც ქუდი არ დაიხურა და თქვენ ეუბნებით, "ვოთ, ты без шапки, შენ ქუდის გარეშე ხარ." ანუ გარეშე თან არ გაქვს რაღაცა. აქ გვაქვს მაგალითები. შემდეგი ნაბიჯი არის, ხო, ჯერ მნიშვნელობას ვიგებთ, показывает отсутствие чего-либо. Რაღაცის აჩვენებს, რომ რაღაც არ გვაქვს. ამის შემდეგ пить без сахара, ходить без шапки, делать без желания. ანუ სურვილის გარეშე აკეთო რაღაცა. Мальчик без одежды. ბიჭი ტანსაცმლის გარეშე. ამის მერე უნდა შეადგინოთ თქვენი მაგალითები. ანუ თქვენი რო გახდეს ეს სიტყვა bez, უნდა გააკეთოთ თქვენი მაგალითები. როგორ ვაკეთებ თქვენ მაგალითებს? მაგალითად. У меня дома кастрюля без крышки. ანუ მე სახლში მაქვს ქვაბი თავსახურის გარეშე. Или я делаю без желания урок. მე ვაკეთებ დავალებას სურვილის გარეშე. აი ესე უნდა შეადგინოთ 3-დან 10 წინადადებამდე. ამას რო გააკეთებთ bezის პირველ მნიშვნელობაზე, უკვე თქვენი გახდება ეს სიტყვა. თან დაამატეთ ესეთი რაღაცა. გაიხედეთ და რა აკლია რამეს. აჰა, პრინტერს აკლია ხელი. იქ ჩემს მეგობარს აკლია ქუდი, არახურია თავზე, სიცივია გარეთ. და ესე დაათვალიერეთ გარშემო რა აკლია. ოკეი, ამის მერე რას ვაკეთებთ ახლა? ვიგებთ მეორე მნიშვნელობას. bez აქვს მეორე მნიშვნელობა და მეორე მნიშვნელობა ეს არის აკლია. ანუ რაღაცა გვაქვს რაოდენობა და ცოტათი აკლია. ანუ რაღაცა გაქვს კილოგრამები, ან ფული, ან დრო და ცოტათი გაკლია. ანუ აი მაგას ეს არის მეორე მნიშვნელობა. კრომე ნიშიტაია მინუს ჩივოტა. Ну, მაგალითად, без 3 грамм, 3 გრამი აკლია კილოგრამს, მაგალითად. Без слов, ანუ ყველაფერი გავაკეთე სიტყვების გარეშე. Слова не понадобились, სიტყვები არ დამჭირდა, без слов აკლია სიტყვები. Без 2 месяцев, 2 თვე აკლია, სანამ გამდიდრდებით, მაგალითად. Без 5-8, ანუ
აი აქ არის საათის ცნობასთან დაკავშირებითაც, ანუ მე გაგიმზადეთ თქვენ, აი მარტივად როგორ ვისწავლოთ საათის ერთი ნაწილი, ცნობის ერთი ნაწილი, როდესაც აკლია რაღაცა. ანუ ნახევარი საათის და ზემოთ როცა აკლია, წუთები როცა აკლია, როგორ ვისწავლოთ ესე იგი. თუ ვამბობთ bez, ესე იგი თავიდან ვამბობთ bez, კონსტრუქცია ესეთი არის. მერე არის ესე იგი რამდენი წუთი აკლია და მერე არის რამდენს აკლია 1-დან 12 საათამდე. და ეხლა თუ 2, 3, 4, ანუ 4 არის, მაშინ ხ-ს ვამატებ. Без 2 минут 1. 1 საათს აკლია, ну или час. საათს აკლია 2 წუთი. Без 3 минут 2. 2 აკლია 3 წუთი. Без 24 минут 5. 24 წუთი აკლია 5. მეორე მომენტი. 4, 2, 3, 4 არის ხ ემატება. 5, 7 და 20 ემატება i. ანუ без 5 20, без 5 5. 5 აკლია 5. როგორ ვთქვათ, 3 აკლია 7 წუთი. без 7 3. როგორ ვთქვათ, 7 აკლია 20 წუთი. без 27 ანუ ესე გამოიყენება ეს bez. შემდეგი სიტყვა, რასაც ვიყენებთ, ეს არის нет. პირველი კონსტრუქცია იყო bez. მეორე კონსტრუქცია ეს არის нет. нет ნიშნავს ესე იგი არას. Ара. Ესე იგი, отрицательный ответ на вопрос или выражает несогласие. Ანუ უარყოფითი პასუხი კითხვაზე, ან რო არ ეთანხმები იმას выражает, გამოხატავს. ანუ ესე იგი, თუ თქვენთვის ღირებული არ არის რაღაცა, ან ლოგიკური არ არის, ან საჭირო არ არის, ხო? ანუ არ გჭირდებათ რაღაცა, ხო? ანუ და ვიღაც გეკითხება, გჭირდება? შენეუნები, нет, არ მჭირდება. ანუ ეხლა მაგალითები ვნახოთ. Ты хочешь яблоки? Нет, я не хочу яблок. Здесь можно кушать? Нет, здесь кушать нельзя. Нет, я не говорил им. Ара, მე არ მithქვამს მათთვის. ანუ нет-ის პირველი მნიშვნელობა არის ეს. ეხლა თქვენი წინადადებები შეადგინეთ нет-ზე. 3-დან 10 წინადადებამდე. Ну, მაგალითად. Ты идешь домой? Нет, сегодня не иду. დღეს სახლში არ მივდივარ. ანუ ეს არის პირველი მნიშვნელობა нет-ის. პირველი მნიშვნელობა იყო არა. როცა პასუხობ არას. ეხლა განვიხილოთ მეორე მნიშვნელობა. нет-ის მეორე მნიშვნელობა ეს არის არ ქონა. როდესაც რაღაც არ გააქვს. ანუ არ გაქვს თან რაღაცა. არ ქონა. ეხლა მაგალითი, ხო, не имеется в наличии. наличие არის თან. имеется ქონა, ანუ არ გააქვს. შეიძლება საათი გქონდეს, შეიძლება არ გქონდეს. შეიძლება ვედროში იყოს წყალი, შეიძლება არ იყოს წყალი. მიხვდით? имеется или не имеется. ანუ есть или нет. У меня нет сомнений. მე არ მაქვს ეჭვი, ურჭოფობა. У меня нет ничего. მე არაფერი არ მაქვს. Нет человека умнее меня. ჩემზე უფრო ჭკვიანი ადამიანი არ არის. არ არსებობს. В коробке вещей нет. Окей. თქვათ, შეეკითხეთ სხვას, ან სხვამ შეგეკითხოს. В холодильнике есть что-нибудь? მაცივარში არის რაიმე? და თქვენ უპასუხეთ. Нет, нету. Нет, в холодильнике ничего нету. ანუ ვარჯიშები გააკეთეთ სხვასთან ერთად. მაგალითად, გკითხოს, ამ ყუთში არის რაიმე? თქვენ უპასუხეთ. Нет.
В коробке вещей нет или ничего нет. На улице есть люди? Нет, на улице людей нет. მივხვდით? არ არის არავინ ქუჩაში. შემდეგი და ბოლო კონსტრუქცია ეს არის ხო, სანამ ბოლო კონსტრუქციას ვისწავლით, ერთ მომენტს გეტყვით ახლა. ანუ ამას თქვენ სწავლობთ საერთოდ 4 მომენტი არის, 4 რაღაცა არის, რომ თქვენ ადვილად ისწავლოთ ენა. პირველი ეს არის, უნდა თარგმნოთ, თარგმანი სიტყვა. მეორე ეს არის მნიშვნელობა უნდა გაიგოთ. მნიშვნელობას რო გაიგებთ, не имеется в наличии, არ გაქვთ თან. უნდა წაიკითხოთ წინადადებები. წაიკითხოთ წინადადებები, მაგალითები. და მესამე, მეოთხე და შეადგინოთ თქვენი წინადადებები. ვოთ, აი ეს 4 რაღაც, ანუ წინ წაგწევთ მალევე. ანუ სწრაფად დაიწყებთ აზროვნებას. ეს სიტყვები გადავა თქვენში და დაახლოებით პირველ 15 კონსტრუქციის მერე უკვე იწყებთ აზროვნებას რუსულად. მერე კიდევ 15 ესეთ მარტივ სიტყვას დაამატებთ კიდევ და უკვე პირველი თვიდან რუსულად აზროვნებთ. უკვე იწყებთ საუბარს და იწყებთ რუსული ენის მიხვედრას. ოკეი, ეხლა გაჩვენებთ მესამე სიტყვას და ეს არის ბუტტა. ბუტტა. ბუტტას ასაც აქვს ორი მნიშვნელობა. გაითვალისწინეთ, ყოველთვის განმარტეთ 2-3 მნიშვნელობა სიტყვის. ანუ არ დაკმაყოფილდეთ ერთი მნიშვნელობით სიტყვის. ერთი მნიშვნელობა ცოტაა ძალიან. და სხვადასხვა მნიშვნელობებში გვხვდება რუსულში. ამიტომ რო გამოვიყენოთ მარტივად. ესე იგი, პირველი არის თარგმნით თითქოს. ბუტტო არის თითქოს. მეორე, ვიგებთ მნიშვნელობას. Показывает сравнение что-то похожее. ანუ მიუთითებს რაღაცის შედარებაზე. როცა გინდათ რაღაცა შეადარებთ, ცოტათი დასცინოთ კიდევაც შედარებით, ყრუს გავხარ, რო უთხრა, ან რაღაც ესეთი ადამიანს, ხო, ანუ ან რა გაჩუმებულ ხარ, რა მუნჯს გავხარ. ვთქვით? ანუ იყენებთ ბუტტას მაშინ, როცა გინდათ ამის გაკეთება. მაგალითად, ეხლა მაგალითი. Так тихо, будто ночью. ისეთი სიჩუმეა, თითქოს ღამეა. ან ღამით. Ты будто воды в рот набрал. პირში წყალი ხო არ დაიგუბე. ანუ ესე იგი ჩუმად ხარ. Он будто ангел. ის ანგელოს გავს. ну, მაგალითად, ты будто очень умный. но что-то сомневаюсь. შენ ვითომ რაღაც ძალიან ჭკვიანი ხარ, მაგრამ რაღაც ეჭვმეპარება. ანუ ამ მნიშვნელობითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. Он будто спит. ანუ ის თითქოს მას ძინავს. ანუ ესე იყენებთ ამ სიტყვას. ეხლა მეორე მნიშვნელობა ბუტტას. მეორე მნიშვნელობა არ არის თითქოს, არ არის როცა ადარებ. მეორე არის, ну, ვითომც. Როდესაც, когда говорящий не уверен в словах, როდესაც სიტყვებში არ ხარ დარწმუნებული. შენ თუ არ ხარ დარწმუნებული სიტყვებში, შეგიძლია მაშინ გამოიყენო ეს სიტყვები. ну, მაგალითად, пишет, будто выиграл в лотерею. წერს თითქოს, ანუ ვითომცდა ლოტარეაში მოიგო. будто он стал миллионером. ანუ ვითომცდა მილიონერი გახდა. ან лицо будто знакомое. აკვირდებით ადამიანს და ამბობთ, სახე რაღაცა ვითომცდა ნაცნობი აქვს, ნაცნობი სახეა ეს. говорит, будто спал. ამბობს თითქოს, ან ვითომც ეძინა, მაგრამ სინამდვილეში არ ეძინა. ანუ ვეჭვობ მე. ოკეი, და ეხლა თქვენი წინადადებები შეადგინეთ. ანუ თუ ეჭვობთ რაღაცეებზე, გამოიყენეთ ეს ყველაფერი. ოკეი, ეხლა ბოლოს მოგცემთ 5 რჩევას აგრეთვე ამასთან დაკავშირებით.
ყოველთვის ცოტა სიტყვა ისწავლეთ, აი და ესე სიღრმისეულად 3-10 წინადადება ადგინეთ, ბევრი წინადადებები ადგინეთ და ცოტა სიტყვა ისწავლეთ, მაგრამ კარგად, რომ გამოიყენოთ ადვილად. რო დაუბრუნდეთ ეხლა უყურეთ, გაიხსენეთ bez. ორ სიტუაციაში შეგიძლიათ bez გამოიყენოთ. პირველი, ეს არის, გაიხსენეთ, ეს არის, როდესაც შენ არ გაქვს თან რაღაცა, ქუდი არ გახურია, ფული არ გაქვს, ეს არის პირველი. მეორე, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როდესაც აკლია რაღაცა, 2 გრამი დაგაკლეს, 2 წუთი აკლია რაღაცას. მიხვდით? და აი ამ სიტუაციებში თქვენ უკვე მარტივად იყენებთ, თქვენ ხვდებათ ვიღაცა რუსი გაჩერებაზე და ეუბნებით. Без 15:02. Что-то улица без машин сейчас. Ану, пусто на улице. და всё, დიალოგი დგება უკვე თქვენს და რუს შორის. ამიტომ ცოტა სიტყვები ისწავლით, მაგრამ მყარად. მეორე რჩევა, ეს არის რუსული ლექსიკონი გამოიყენეთ. ანუ თუ ხედავთ აქ, მე განმარტებები რუსულ ლექსიკონში მაქვს. მეორე არის რუსული. მესამე რჩევა, ეს არის ნახეთ რამდენიმე მნიშვნელობა. ანუ პირველი ერთი მნიშვნელობით არ დაკმაყოფილდეთ. ნახეთ მეორე, მესამე მნიშვნელობა. პატარა სიტყვებს ჩვევიათ ბევრი მნიშვნელობები ინგლისურში და რუსულში. ქართულში ესე არ არის. ამიტომ აი ეს შეეჩვიეთ იმას, რომ ბევრი მნიშვნელობა უნდა ნახოთ. მეოთხე რჩევა ეს არის წინადადებები ადგინეთ ბევრი. და მეხუთე რჩევა ეს არის ცხოვრებაში გამოიყენეთ. მაგალითად, სიტყვა ბუდტო სად გამოგადგებათ? ეს გამოგადგებათ თუ ეჭვობთ რაღაცას. მე ვეჭვობ. Будто он мне сказал, что придет. ვითომც და მითხრა რომ მოვალ, მაგრამ რაღაც არ ჩანს. დიდხანს ველოდები. ვთქვით, ანუ აი ბუდტოს მაშინ იყენებთ, ესე იგი ცხოვრებაში გამოიყენეთ. კარგით, შევაჯამოთ ეხლა. სინამდვილეში მე დღეს თქვენ გასწავლეთ 3 სიტყვა. სულ რაღაც 3 სიტყვა არის, მაგრამ ეს 3 სიტყვაში არის კიდევ 2 მნიშვნელობა. ანუ 6 სიტყვა გამოდის. ამ 6 სიტყვაში აგრეთვე არის კიდევ სიღრმეში, განმარტებებში არის კიდევ რამოდენიმე რაღაცა და ანუ გამოგდით სულ 10 სიტყვამდე. ოკეი, კიდევ მოგცემთ ერთ რჩევას. ყოველთვის ეს ცოტა, ესე რომ ვთქვათ, არაპოპულარული მეთოდია, მაგრამ ძალიან შედეგიანია. გამოიყენეთ ესე. ანუ მე დღეს გასწავლეთ 3, თუ თქვენ ჩვენთან მოხვალთ გაკვეთილებზე და შეავსებთ იმ დაახლოებით 50-60 აი ესეთ სიტყვას ისწავლით ჩვენთან. და ჩვენ გვაქვს ესეთი წიგნი, სპეციალური წიგნი არის, რომლითაც ჩვენ გავდივართ, ეს იმ წიგნიდან არის ამოღებული. ამ წიგნს რო ბოლომდე გადის ადამიანი, მთლიანი რუსული ენა მისია. ეს არაპოპულარული რჩევა არის, მაგრამ შედეგიანი. ახლა პოპულარულ რჩევას მოგცემთ 4 რჩევას. პირველი, ფილმებს უყურეთ. ბევრ ფილმებს თუ უყურებთ რუსულს ან ინგლისურს, უკვე ანუ იხსნება, ანუ ესე ვთქვათ, მეორე კარები რუსულის და ინგლისურის სწავლაში. წიგნები წაიკითხეთ. მესამე, სიმღერებს მოусმინეთ და ესე გაარჩიეთ, დააპაუზეთ, განმარტეთ, შიგნით სიტყვები გადათარგმნეთ, უბრალოდ არ მოусმინეთ. და მეოთხე, იარეთ მასწავლებლებთან. ანუ იპოვეთ მეგობარი, რომელიც აი ესე სიღრმისეულად აგიხსნით რაღაცეებს და მერე უბრალოდ ადგინეთ წინადადებები. ანუ ესე დროსაც და ენერგიას, ფინანსებს დაზოგავთ. ამის თქვა მინდოდა მე დღეს თქვენთვის. პირველი გაკვეთილი ჩავატარეთ, დაკლიკეთ ქვემოთ, გადადით სხვა გაკვეთილებზე. ხო, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პატარა თამაში. დაწერეთ თქვენი შედეგები, რას გაძლევთ ეს გაკვეთილები და დაწერეთ თქვენი პატარა სიტყვები, რომლებიც გინდათ რომ ისწავლოთ, ან რუსული სიტყვები კომენტარებში დაწერეთ, რომელი რუსული სიტყვები გინდათ რომ აი ესე დავამუშაოთ ერთად ჩვენ. და აგრეთვე პატარა თამაში გვაქვს ესეთი.
თქვენი კომენტარებიდან რომელი კომენტარიც არ ერთი თვის განმავლობაში ლაიქს, ანუ არ მიიღებს, იმ ადამიანმა, ვინც დააკომენტარა, მიიღებს ნახევართვიან უფასო გაკვეთილს. მოკლედ აი ესეთი პატარა ჩახლართული თამაში გვაქვს ჩვენ. ამის თქმა მინდოდა მე დღეს თქვენ, ჩვენ ვართ განწყობის კოლეჯი, მარჯანიშვილზე, დაგვიკავშირდით. დიდი მადლობა.